მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, თქვენ უყურებთ გადაცემას სადილი ქეთისთან, მე ვარ ქეთი ბაქრაძე. როგორც ხედავთ, აი ამ არაჩვეულებრივ ჩემს უკვე საყვარელ სივრცეში, ელიტ ელექტრონიკის და ბოშის სივრცეში მაქვს ეს ჩემი სამზარეულო და სტუდია. სწორედ აქ ვიღებ ამ ჩემს ძვირფას სტუმრებს, აქ ვამზადებ საჭმელს და აქ საუბრობ ჩვენ სხვადასხვა თემებზე. დღევანდელი გადაცემის ჩემი სტუმარი იქნება ჩემი ძალიან ძვირფასი და ახლო მეგობარი ნინო დარასელი, ასევე მისი არაჩვეულებრივი პატარა ქალიშვილით მარიკათი, რომელიც ჩემი პატარა ასისტენტია, ასე ვთქვათ, ნინო არ ამზადებს საჭმელს და მარიტა უმზადებს უკვე და გადის ჩემთან კონსულტაციებს. ძალიან საყვარელი ადამიანები არიან ჩემთვის და ძვირფასი და მინდა რომ მათ ვასიამოვნო პირველ რიგში მარიტას უგძღვი ამ დაპატიჟებას, იმიტომ რომ ბავშვს აინტერესებს ეს ყველაფერი და მოკლედ საინტერესო დედაშვილი მოვლენ ჩემთან. პრინციპში ვიცი, რასაც მიირთმევენ, ვიცი რომ პური უნდა დავახვედრო, კარაქი უნდა დავახვედრო აუცილებლად თავიდან, ჩაი უყვარს, მაგრამ პრინციპულად ჩაის არ დავახვედრებ და ექნება კოკა-კოლა და გადასარევი ჩემი კერძები. ეხლა დაურეკავ ნინოს დარასელს და გამოვკითხავ მარიკას ამბავსაც გავიგებ და იმის მიხედვით გავაკეთებ ჩემს კერძებს. მოვიდე ენერგიაზე. ეხლა კი დავრეკოთ. დარსიკო, როგორ ხარ, ძვირფასო? კარგად, ქეთი, როგორ ახარ შენ? გადასარევ ვემზადები, რომ მოხვიდე ჩემთან სტუმრად სადილად და რას შემიკვეთავდი? ისე მიხარია, იმიტომ რომ აი ეკრანიდან რო უყურებ, კალბი ვახობე სამზარეულოში. და რა შენ საგუსტო მხარეზე და ყველაფერი მომწონს. აი რაღაც ხორცი არის. თევზი გექნება, კაი და მარიტას მე ვიცი რომ ყველაფერს მიირთმევს გადასარევად იყო და ეგ ბავშვი. ყველაფერს ჭამს და შენი ფანია. და ნამცხვარიც გექნება ძალიან გემრიელი ვფიქრობ რომ მარიტას ეთყბილება ამბობ. თან ვასწავლი მარიტას ამ არაჩვეულებრივი ნამცხვის გაკეთებას და დარწმუნებულია რომ გააკეთებს აუცილებლად. ძალიან მადლობელი იქნება. მოკლედ გელოდებით სადილზე ჩემთან. დიდი მადლობა, მოდივარ მოკრივად. გელოდებით, აბადროებით. მადლობა. დავიწყებ ახლა დამზადებას და მოგიყვებით ჯერ რა კერძებს ვაკეთებ. ერთი არის თავარი, ახლა რითიც დავიწყებ, ეს არის ლიმონის ტარტი. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამცხვარია, ასევე ჩემი საყვარელი ფრანგი მზარეულის რეცეპტით არის. პირველ კერძად ძირითადად თევზი მექნება და აი თევზს ზუსტად დააბოლოებს ეს ჩვენი ლიმონის ტარტი. თან თევზს ექნება ბათერ ლემონი, როგორც არის კარაქის და ლიმონის соуსი ოხრახუში და ესეც ძალიან გემრიელი და ძალიან ფრანგულია ეს ყველაფერი. ეს ლიმონის ტარტი მოდის საფრანგეთის სანაპიროებიდან, იმიტომ რომ ქალაქ მენთონში მოდის ბევრი ლიმონი და იქ არის ეს ლიმონის ფესტივალიც არსებობს. ძალიან მიყვარს ეს ნამცხვარი და კარგი დასასრულია სადილის, რომელიც არის თევზით. პირველ რიგში აუცილებლად დავამზადებ ნამცხვარს, რომ სანამ ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ტარტი გამოცხება, თევზსაც მივხედავთ. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამ ნამცხვარს და რა გვჭირდება? როგორც მოგეხსენებათ, თვითონ მზადებას, დესერტის კეთებას ძალიან სიზუსტე ჭირდება. ამაში მეხმარება ეს არაჩვეულებრივი მულტირობოტი, ეს ბოშის გენიოსობა. აქ მაქვს სასწორი და არ მჭირდება ცალ წინასწარ ამ ყველაფრის აწონვა და ესე აქ ჩავყრი, გავანოლებ, მერე დავამატებ, ავწევ ზუსტად გამო, იმიტომ რომ ნამცხვარს ჭირდება სიზუსტე, ვერ იტანს გადახვევებს. 250 გრამი ფქვილი მჭირდება. შაქარი ცომისთვის ჭირდება 100 გრამი, შემდეგ უკვე, როდესაც შიგ-თავს გავაკეთებ, იმას კიდე 125 გრამი ჭირდება, ნაღები მჭირდება, ლიმნის წვენი მჭირდება, კარაქი და 8 კვერცხი. ეხლა რა თანმიმდევრობით ვამზადებ? პირველ რიგში ვიღებ კარაქს, ვაგდებ აქა, 125 გრამი კარაქი, ეხლა გავანოლებ ტვინი და დავამატებ შაქარს 100 გრამს და რა ხდება ახლა? სპეციალურად მაქვს თხელის შაქარი, რომელიც ცხობისთვის ძალიან კაია. აი ეს წავიდე. ეხლა მჭირდება 3 კვერცხის გული. კარგად უნდა გაითბიფოს თვითონ აი ეს შაქარი, კვერცხი და კარაქი ერთმანეთში. ესეც მესამე გული. ეხლა მჭირდება კიდე 2 სუფრის კოვზი წყალი. ეხლა ვანოლებ ისევ და მინდა რომ ჩავყარო 250 გრამი ფქვილი.
ეს ლიმონი მართლაც უნიკალური დესერტია და კარგი ვახშმის, კარგი დასასრულია. ყველაფერი მიყვარს, რაც მზადდება ლიმონისგან. ეს ჩემი ცომი გადასწარებად გამოიყურება. გამოვთავ. ესე გავხსნი. ესე გამოიყურება. ეს ცოტა ხანი აუცილებლად მაცივარში უნდა შევდო, სანამ ლიმონის შიგთავსი დამზადდება. ფანტასტიკა. ესეთ კონსისტენციას მე ჩემს სამზარეულოში ესე ვერ ვაკეთებ. ამიტომ ეს ჩემი Elite Electronics-ის და Bosch-ის სივრცე არის იდეალური თავისი ტექნიკით. ნამცხვარი იქნება სასწაული. ცოტა ხანი ეს ჩვენი წომი 1-20 წუთით წავა მაცივარში. გადავდივართ შიგთავსის დამზადებაზე. ახლა როგორ ვამზადებთ? პირველ რიგში ვთავ ისევ სასწორზე ვარ გაგიჯებული. გვჭირდება 150 გრამის შაქარი. ზუსტად ამიწონა. 5 კვერცხი, ცილა გული. ეს შიგთავსი ძალიან მიყვარს. მართლაც უგემრიელესი, ასევე ძალიან უხდება ეს შიგთავსი, მე ზოგჯერ უკეთებ ხოლმე პავლოვას ათქვეფილი ცილა შაქრით, მე გამომწვარი და ზემოდან ეს ლიმონის შიგთავსი უკეთდება და სასწაულია. მაგრამ ეს ტარტი მაინც ჩემპიონია ჩემთვის. აქვე დავუმატებ ცოტა ვანილინს, ძალიან უხდება და ახლა ამას ავტვიფავთ ყველაფერს ერთად. წავიდა. ამასობაში დავხეხავ ლიმონის ცედრას, იმიტომ რომ ლიმონის ცედრა სჭირდება და მე ლაიმსაც ვუმატებ. სწორედ საფრანგეთში დავაგემოვნე პირველად ეს არაჩვეულებრივი კერძი და იმის მერე მის ტყუილობაში ვარ. რესტორნებშიც კი გავაკეთე ჩემთან, იმიტომ რომ ვთვლი რომ ყველა რესტორანში უნდა იყოს მით უმეტეს ესეთ რესტორნებში ცოტა ევროპულში კარგი ლიმონის ნამცხვარი. და ლიმონის ცედრაც გავუშვათ. ყოველ ღამე ძილის წინ აუცილებლად 1 ლიმონს ვჭრი 1 ლიტრა წყალში და სულ სვავ, იმიტომ რომ ძალიან კაია, ყველაფერთვის კაია, ნივთიერებათაც კაია, სისწარღვებისთვისაც კარგია და C ვიტამინი და ძალიან სასარგებლო და ლიმონი აი მართლა ჩემთვის ძალიან ისეთი კომპონენტია ისეთი, რომელიც სახლში სულ მაქვს. გავაჩერებ, გავაკეთებ სასწორს 150 გრამი ნაღები. და ასევე ლიმონი 85 გრამი. ლიმონის ტარტის შიგთავსი მზად არის უკვე და ეხლა დავიწყებ ცომის გაბრტყელებას იმისთვის რომ მოვათავსოთ ცომი უნდა მოვათავსოთ ჯერ ღუმელში 1-20-15 წუთით და შემდეგ ჩავასხათ ეს არაჩვეულებრივი სითხე. ესეთი ცომი გვაქვს. უნდა გავსინდო. ესე იგი მე მაქვს ესეთი 24 სანტიმეტრიანი ფორმა ზუსტად ტარტისთვის, იმიტომ მე ესე ამოდის. ეტაპი ღუმელში, ახლა ცოტა ხანი გამოცხება და შემდეგ დავამატებთ აი ამ არაჩვეულ შიგთავს. მანამდე კი მე ვეცდები რომ დავამზადო თევზი, დავამარინადო და მივაბრძანო ასევე ღუმელში, იმიტომ რომ მე соуსი მექნება კიდე გასაკეთებელი. ვიღებ აი ესეთ ფორმას, ჭირდება საცხობი ქაღალდი, ესე. ვუათავსებ ჩვენს ვარდისფერ კალმახს. ნინოს ძალიან უყვარს თევზი, მარიტაც არაჩვეულებრივი ინტერესიანი ბავშვია. სულ რაღაცას აკეთებს, ამზადებს და მოკლედ ეხა ამას არაჩვეულებრივად დაუმზადებ. აქ მაქვს ძალიან კარგი ესეთი
ფრანგული სუნელების მიქსი, ასე ვთქვათ, ძალიან მიყვარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ნამცხვარი სწორედ საფრანგეთის სამხრეთიდან მოდის, თევზს ვაკეთებ და გადავწყვიტე, რომ ეს პროვანსის სუნელები კარგად მოვაყარო. აქ ბევრი სუნელების მიქსია, ყველაფერი ერთად არის და ძალიან მიყვარს, ყოველთვის ვიყენებ ხოლმე. ესე ხა ნახეთ, რას ვიზამ ლიმონი. ასევე დავამატებ ცოტა თეთრ ღვინოს. აი რა და ნინო ღვინო არა. ესე იგი, სად არ ყოფილვართ, მოვლილი გვაქვს ერთად მთელი მსოფლიო და რომ მივდივართ ხოლმე რაღაც გადასარევ რესტორანში, რომ დავჯდებით და შევუკვეთავთ, თიფლის იძახის ხოლმე და ვერაფრით ვერ დავალევინე ღვინო, ვეუბნები ხოლმე, რომ აქ ნინო უნდა გასინჯო და ნუ არა. ამიტომ აქ ღვინო. მაგ კიდე ტიმიანი, ესე დავყრი. ლიმონის კანებსაც აქ დავაყრი არომატისთვის. ავიგებ ამ ნიორს ესე. ამასაც აი აქ ესე მოვაყრი. და ეს არომატები ყველაფერში გაჯდება. ეხლა დავამატოთ მარილი და პილპილი აუცილებლად. შეხედეთ რა გადასარევად გამოიყურება. სასწაულის სუნია ამ სუნელს კიდე დავუმატებთ, რომ ბევრი უხდება და კაი გემოებს მისცემს და წავა ღუმელში. ეხლა ჩავთავ ესეთ პროგრამაზე, რომელიც არის 4D. 4D არის ნიშნავს, რომ კონვენციული ჩართულია, გახურებულია მთლიანად და აი ყველა წერტილში არის თანაბარი ტემპერატურა. თქვენ ეს წარმოგიდგენიათ რა არის? წავიდა. соусისთვის რა მჭირდება? ეხლა ვიღებ ესე ოხრა ხუშს. მოვათავსებ ჩემს ჯადოსნურ სანახში. დავამატებ პილპილს, მარილს, აი ამ სუნელებს შესანიშნავს. ასევე ცოტა ნიორს და დავნაყავ ყველაფერს ერთად. ისეთი სუნია ჭკუიდან შესაშლელი. დავამატებ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს. აი როგორი მასა მაქვს. გადავდივარ შემდეგ ეტაპზე, გამომაქ ღუმელი და ნახევრად გამომცხვარი ტარტის ცომი და უნდა დავამატოთ ეს ლიმონის შიგთავსი, რომ მე ერთფაშად კარგად გამოცხოს. ესე იგი, გამოვიგე, ეხლა ეს ცოტა ცხელია, მაგრამ არა უშავს. აი, ვიღებ აი ამ შიგთავს, რომელიც გავამზადე ლიმონის. ვასხავთ. უნდა შევაბრუნო ძალიან ფრთხილად ღუმელში. ეხლა ნახეთ რას გავაკეთე. ზეთს დავასხავ აქა. მოურევ კარგად. რა მასა არის? სასწაული. ეს ეხლა ღუმელში რო წავა, აქ სუნი დადგება? აი. წავიდა ჩვენი პურები ღუმელში. გადავდივარ შემდეგ ეტაპზე და ვამზადებ უკვე დაგვირგვინებას ჩვენი თევზის соуსი. ვიღებ კარაქს. დავამატებ ცოტა ამ სუნელებს, რომ მინდა რომ კარაქში ეს გემო გაჯდეს კარგად. აი, ათუხთუხთა კარაქი. შიგნით უკვე აქ სუნელები. ეხლა დავუმატებ კიდე ცოტაოდენ აი ამ არაჩვეულებრივ ნივრის ოხრა ხუშის და მწვანილების მიქსს, იმიტომ რომ ეს გემოთ ძალიან მინდა. აქ უნდა ეხლა ჩააწოფო და პირდაპირ მიირთვათ. რაც გინდათ ჩაყარეთ, ეს ისეთი соуსია. წავიდა ეხლა ლიმონი. მე ძალიან მიყვარს ერთი ადგილი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას არის პატარა ქალაქია ზღაპრის ივუარი, ესეთი ქალაქია და გეგონება რომ პავილიონია იმდენად პატარა და სულ რაღაც პატარ-პატარა რესტორნებია და სუვენირების მაღაზია. იქ არის ესეთი ძალიან დიდი ერთი კარგი რესტორანი, სადაც არის ჟენევის ტბის თევზი. აი ამ ტბის თევზს მივირთვევ ხოლმე კარაქის და ლიმონის соусით, აი ამ პროვანსის მწვანილები და ძალიან მიყვარს ეგ გემო და მინდა რომ ნინოს და მარიტასაც გაუზიარო ეს ჩემი პატარა სიყვარული იმ პატარა ქალაქის მიმართ, რომელიც მართლაც რაღაც ზღაპრის ქალაქია. კიდე მე ვუმატებ ამ დეტალს, ეს არის თეთრი ღვინო, რომელიც ძალიან უხდება თევზსაც, კარაქსაც, ნიორსაც და ოხრა ხუშსა და ესეთი გადასარევი соуსი გამოგვიდა, რომელსაც ჩვენ უკვე თითქმის მზად არის. ეხლა დავამატებ მარილს აუცილებლად და პილპილს, იმიტომ რომ გჭირდება.
როგორც ხედავთ, ლიმონის ტარტი უკვე მზად არის, ახლა ბოლო დეტალი დამჭა. შაქრის პუდრს მოვაყრი, იმიტომ რომ ძალიან უხდება, აი. ბოლო შტრიხები მიდის ესე. მარილი. ეხა აი ეს ჩვენი მწვანე ნაწილი, ნივრიანი, წავა აი ამ соуსში. გაფრეშოს ჩვენი соуსი, კარგად. ასევე აი ეს ოხრახუში ძალიან უხდება ეს სიმწვანე, აი ძალიან მნიშვნელოვანია აქ. აქ ჭირდება ეს ჩანგალი კიდე, იმისთვის რომ კარგად გადავიღოთ ეს ჩვენი თევზი. გამემზადა ვარ უკვე. გავამზადე ყველაფერი, თევზი მზად არის, გახუხული პურებით, ლიმონის ტარტი და ერთი სული მაქვს, როდის მოვლენ ჩემი სტუმრები და მინდა რომ ცხლად და კარგად შეხვდეს ყველაფერი ისე როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. ჩვენ შემოვიფარე. გამარჯობათ. შემოწვიფასებოდ და რა ლამაზები ხართ ერთმანეთად რაღაცა. გაზაფხულად. ხო, მეც თეთრად გაზაფხულად. მობრძანდით. ჩვენ სუნს გამოვყევით. ხალხი დგას გარეთ, მიტინგი მეგონა თუმე შენ სუნს არიან გამოყოლილები. დედა რა გემრიელობები. ნინოს დავახვედრე თავის საყვარელი გახუხური პურები. ეს არის თევზი, კალმახი, ვარდისფერი, გამომცხვარი რაღაც თავის კალმახია ესა? ვარდისფერი კალმახი. გამომცხვარი არის ღუმელში და აქ რაღაცა პროვანსის მსუნელები, ოხრახუში ნიორი, ვიცი რომ კომბინაცია გიყვარს და დესერტად. რახან აქ თევზი ქონდა და ესეთი გავაკეთეთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია ლიმონის ტარტი. ჩემი საყვარელი დესერტი. მართლა, აი როგორ მივხვდი. ლიმონის ტარტი. თან მე მახსოვს რომ შენ აცხოვ ხოლმე სახში ვიცი რაღაცებს და მე ვიცი რომ გააკეთებ სახში აუცილებლად. კოკა-კოლას იცი რა დალე. ვფიქრობდი, ხაი ძალიან ბევრჯერ ახსენე ნიორი და მგონია რომ ყველაზე მაგარი პროდუქტია საერთოდ. თან ჯამთელია, ჯამთელია. აბა. თან ყველაზე ვირუსების პრევენცია. ყველაფერს უხდება, ერთი ტკბილს არ უხდება, მე მგონია თქვენი ლიმონის ტარტს ვერაფერს ვერ უძოთ დანარჩენ. და დღევანდელ დღეს ხო ვირუსების პრევენცია და ყველაფერი ერთად. დალე კოკა-კოლას ნინო. კოკა-კოლაზე ვგიჟდები. არა, ხო. კოკა-კოლა ძალიან შემიყვარდა, ამბობდეს თან ვიღაცა მითხრა რომ კოკა-კოლაო თავის ტკივილს არჩენს. ანუ რაღაცა დროებით და იმის მე იყო ფსიქოლოგიურად მოქმედა და როსვა მგონია რომ რაღაცა გამეყუჩა მე მგონი თავის მაგას. მაგით აქამდე რა სწორ. არ ვიცი. ეხლა უნდა გადაგიღოთ ეს. ვარდისფერი კალმახი ესეთია? და მე არ გამიგია სხვათა შორის ვარდისფერი კალმახი. არის ალბინოსი კალმახი სხვათა შორის. ვაგაგიკეთებთ აუცილებლად. არ მინდა ალბინოსი ვარდისფერი. ძალიან გემრიელია ეს ალბინოსი სხვათა შორის. ყოველს და ესე. მოიცადე ეს წვენი უნდა დავასხოთ, რომ წვენი ძალიან მნიშვნელოვანია. აგერ მარილი პილპილი თუ გაკლიათ, ძალიან გემრიელი. აი ყველანაირი ზედმეტობის გარეშეა საერთოდ. ეს ღუმელში გააკეთე ეს პურები? მე მყავს მეგობარი ინგლისელი ექიმი, რომელსაც ძალიან ვენდობი და ის მას ვკითხე რომ მეუთხარი აი ახლა 40 წლის ასაკის მე რა ვიტამინები უნდა მივიღო და რატო რამე გჭირსო მითხრა და არა მეუთხარი კი არ მჭირს აი რა ვიტამინები ხო არის რომ უნდა მიიღო ეს ვიტამინი და ყველაფერს აბსოლუტურად პირველ რიგში იღებ პროდუქტისგან და მე თუ ის ვერ გინაზღაურებს რა თქმა უნდა მე იწყებ თუ რამე გაკლია შესაბამისად ან ყველა ასე ვიტამინების მიღება და ეს თევზი ძალიან ადვილია, შენ არ ვიცი, მაგრამ მარიტა ზუსტად ვიცი რომ დაამზადებს სახში ადვილად. შენ გიყურებ და საერთოდ მარიტასაც უყურებ და უკვე დავიწყე ბოლოს მზადდება და ეს ყოფილა ძალიან მაგარი პროცესი. მოგეწონა მარიტა? სადმე გაგემოვნებია ესეთი გაგისინჯავს ამ ესეთი ტიპის? ესეთი ტიპის ესპანეთში გავხსენეთ ერთხელ. უბრალოდ ის იყო ორაგული იყო და ის რა ქვია თავიდან მე დავჯექი ესეც ორაგული მეგონა უბრალოდ უფრო გემრიელია. ხო ესპანური გემოდით მაგიტომ მომწონს რომ არ ერიდებიან არა აი მოსაწობი საჭმელი რო არის ხო იცი იმის ერთ მიყვარს რომ კარგად გემრიელად რო შეგიძლია ხა ამაში ეს ნივრიანი პურივე ჩადო და აი წვენი რო რჩება რაღაცა მაგაზე ძალიან გემრიელად აკეთებ თქვენ გიყვართ ძალიან თეთი რაღაცას როგორ უნდა რომ ხა მივიდივართ ამ მიმართულებით ყველა აბსოლუტურად ვემორჩილებით იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ იქ აუცილებლად იქნება კარგი გემრიელი და სასიამოვნო ერთხელ არ დამიჯერა ერთხელ არ დაუჯერე და დედის წინ მარბენანი კვიცის ამბავი დამემართა ფეხი ვიხდე მოსრიალდი თავში რაღაცა მომხდა უჭმელი და ვუთხარი რომ წამოდით ჩემთან და არაო შენო წადიო და მე ჩემით მოვალო სასრიალოდ ვიყავით საფრანგეთში და წავედით ყველა გადასარევად ჩავედ სად არის ნინო არ არის და თურმე დაეცა დაეჯახა ვიღაც კოკო ფეხი მტკიოდა დიდხანს მერე ძალიან ბევრ ხანს მტკიოდა აი ხო არის რომ
მადა ჭამაში მოდის და მე მომივიდა მადა ასაკთან ერთად. იმიტომ რაღაცა პერიოდი იყო, როდესაც ჭამდი რაღაც მარტო პამიდორს, ვიცოდი დამასწრომ ბაბა პაპირებდი პამიდურის პლან, მაგრამ ნინოს აქვს რაღაცა თავისი საყვარელი პროდუქტები, რომელიც სულ უნდა идოს იქვე მაგიდაზე, აი რესტორანში დაკურებული ვარ განსაკუთრებით. რაღაცა პამიდორი, ნიორი, პამიდორი, პური აუცილებელია. შენ როგორ ხარ? მე ის რა ქვია, უფრო დესერტებისკენ ვიწევი, ასე რომ საჭმელზე აი ზუსტად იწევა. უფრო ხშირად თევზს ვჭამ და არა ხორცს. ნახეთ რა გადასარების სამზარეულო მაქვს, რატო მომწონს? შეხედე დღეს რო ვამზადებ 1 2 3 ღუმელი ჩართული მქონდა. საოცარი მანქანა არის იცის ლიმონის ტარტის გავაკეთე. მართლა ძალიან მომწონს ეს ელექტრონიკა, მაგრამ ბოშმა გამიკეთა აი ესეთი სიბზრე. ძალიან მომწონს, მე რომ ნახე, გადაცემის ანონსი გავგიჟდით. შენც უხდებოდი სამზარეულოს და შენც გიხდებოდა ეს სამზარეულო. მართლა. ფერი არის. აი ესეთი მიქსერით შევამჩნიე, მე ეს შევამჩნიე, მე 3 ღუმელი. ბავშვ დაუმზადეთ, გავუკეთეთ სამზარეულო. ხეხულად. რეცეპტების წიგნები, ხო? რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს უფრო? იტალიური. შენ? ქართული სამზარეულო მიყვარს, აზიური მიყვარს და იტალიურიც მიყვარს. ეხლა გვაქვს საოცარი დესერტი, ლიმონის ტარტი. მართლა გავგიჟდები ახლა. მარიტა, აბა, ნეტა როგორია? ნუ რა დესერტებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ლიმონის ტარტი ჯერ არ მისწავლია. ცომით ვიცის გაკეთება, რომელიც ჭამად შეიძლება. მე ყველა ცომს ვჭამ. ხო, რას ნიშნავს უმად? ჭამად შეიძლება და ყველა ცომის ჭამად ესეც არ შეიძლება, იმიტომ რომ როცა დებ ღუმელში ქვილს შორდება მიკრობები და ცუდი რაღაცები შორდება. ხედავში, როგორ მიდის ვიოლინო? მეხუთე კლასში გამოვედი ვიოლინოდან. მართლა? იცი რა არის კორონამ საერთოდ ხო ყველა აგორია საერთოდ აი იმიტომ მარიტა ჯედადოდა ვიოლინოზე მე გადავიდა შუა კორონას დროს გიტარაზე გიტარიდან გადავიდა მე ზუმში იყო გიტარის გაკვეთილები? ხო ხო და არ გავგიშდი მაგასთან. როგორ გაგიჟდებოდი ახლა ზუმში? ერთადერთი მე მგონი რაც განვითარდა ეგეთი აზრი მაქვს თქვენ ორ მზარეულთან მინდა გითხრა ეს არის კულინარი სწავლა შეჩერდა დაკვრა შეჩერდა ყველაფერი შეჩერდა და რაც განვითარდა და ყველა მეც კი ვიპოვე ჩემ თავში პატარა რაღაცა. იცი რატო ნინო, იმიტომ რომ ჯერ ეს ძალიან თერაპია და ნერვებს აწყარებს. ერთხელ სკოლის იმაზე, რა ქვია, საერთაშორისო დღეზე ჩამოვედი მე როგორც ფრანგი. და იქ ვიმღერე ფრანგული სიმღერა რა. ზედახი მოხსელ შუღანვი, ზედახნებანე დეჟუხწვი. ეს იმენა. როგორ არის, როგორ გძელდება? გამახსენეთ და მე ვიმღერებ. მე ვარ აქ მომღერალი. წარმოიდგინე, თქვენ მზარეულები, ყველაფერი თქვენ ყოლით მომღერლებით, თქვენ ისიც თქვენ. არა, პირიქით შენ დაიწყე და მე გავაგრძელებ. პადამ, პადამ, პადამ.